ადამიანი, რომელიც ადამიანური განცდამა აქვს, ესეც სოდვაში იყო მთელი ცხოვრება, როგორ შეიძლება რომ იმას ისევ აღარ დაუბრუნდეს? ვაღიარებ ამას, რომ მე ძალიან გამიჭირდება ესეთი რამ ვუთხრა ადამიანს. მაინც საშილს უკავშირდება მე ცოდის მონანიება? ან ცივი იყავი და ან ცხელი, თორე ამოგანთხევ. შესაძლოა გარედან დამკვირვებელ ადამიანს გაუშვეს უსამართლობის განცდა, რომ რატო შეიძლება დაგვაყენოს ღმერთმა ერთ სიმაღლეზე. სათა სასופველში ვინ მოხვდება? ეს შენი გადასაწყვეტი როდიდან არის? გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ მარიამ მაგდალინელზეც და ზობის დღესასწაულზეც. მამა კახაბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, ეს ჩვენ მარხვის პერიოდში ვართ და ყველა მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ რაღაცნაირად ყველა კვირას მინიჭებული აქვს თავისი მნიშვნელობა და გადაცემის დასაწყისში ვახსენე, რომ ორ თემას შევეხებით და რადგან მარიამ მაგდალინელის კვირა იყო და ბზობა გვიახლოვდება, ამიტომ მოკლედ ვეცადოთ, რომ ორივე თემა მოვიცვათ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში და უპირველესად მინდა რომ დავიწყოთ მარიამ მაგდალინელის თემით. რატომ გვაქვს ესე ცალკე გამოყოფილი და რა მნიშვნელობის მატარებელია ეს წმინდანი ჩვენთვის? სიამოვნებით მოგახსენებთ, იმიტომ რომ წმინდანების გახსენება, მათი ცხოვრების შესახებ საუბარი ყოველთვის რაღაცა მეტი სათნოებისაკენ აღძრავს ადამიანს და ეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრჯერ კონდეს წაკითხული, შეხსენება კვლავ რაღაცა სასიკეთოდ განგაწყობს ადამიანს, რომ მეტი მოღვაწეობისკენ რაღაცა მოგიწოდებს, შეიძლება ასე ითქვას. მე ყოველთვის მქონდა ესეთი შეკითხვები რაღაცა ეკლესიაში, რომ დავიწყე სიარული, რომ რაღაცა დაწესებულია ეს კვირები და ვინ დააწესა, რატომ დააწესა, აი რატომ კონკრეტულად ამ დროს და მიჩნდებოდა რატომ კონკრეტულად მაინდა-მაინც აი ესე ვთქვათ, ვინ გადაალაგა რა? აი თუნდაც რა საინტერესო ამბავია, რომ თუ კითხვათ მეტი შემართება გვინდა ახლა ადამიანებს მოუწოდოთ მეტი შემართებისკენ, რომ აი დიდ მარხვა როგორ დაიწყო და მოღვაწეობის სახე ვაჩვენოთ, რატომ დასაწყისში არ ველაპარაკებით მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაზე, რატომ მეხუთე კვირას და რატომ პირველივე კვირას მარიამ მეგვიპტელი არა, რომ რაღაცნაირად ვაჩვენოთ როგორი მოღვაწეობით, ესე იგი მან მიაღწია აი ამ სულიერ სიმაღლეს და სოდიდან ესეც სიმაღლემდე შეიძლება მსგავსი კითხვები ყოველთვის მაწუხებდა მართალი გითხრათ. ამიტომ მოდით ახლა მთლიანად შევხედოთ დიდ მარხვას როგორია და ამ კითხვაზეც პასუხი აუცილებლად მოგვეცემა. და ამ დიდ მარხვას ქვია წმინდა ორმეოცთა მარხვა. თქვენ ახსენეთ, რომ ორი თემა ერთად იქნებაო და ბზობის შესახებაც ვილაპარაკებთ, ბზობა გახლავთ დიდებით შესვლა იერუსალიმში. დღესასწაულს ასე ქვია, ნუ ჩვენ ბზობას უწოდებთ მას, რადგანაც ეს ბზის ტოტებით ესე იგი განვადიდებთ ამ და ვიხსენებთ რაღაცა თითქოს მაცხოვრის შემოსვლას. სიმბოლო გახლავთ ეს, რომ რაც იქ ბზა არ იყო, იქ პალმის რტოები იყო, რასაც უფენდებიან, ჩვენთან მარადწვანე და ძვირფასი მცვენარე ბზა არის და ბზით ვეგებებით. ეს ცალკე თემა, რო არ ავირიოთ, ეხა ვიტყვი რა გულისხმობდი ამაში, რომ წმინდა ორმეოცთა მარხვა, რომელიც ქვია ამ თითოეულ დღეს, თუ კი გადავთვლით ამ ორმეოცთა მარხვას, გამოდის, რომ ჩვენ ბზობის დღესასწაულით, ანუ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში დასასრულია მარხვისა. მაშინ ბოლო კვირა რაღა არის, ის კიდე რაღაცა აბსოლუტურად სხვა დღეებია. მარხვათაც კი არ იწოდება, ის ისეთი აღმატებული, ანუ ჩვეულებრივ მარხვაზე აღმატებული დღეებია და მოდი ახლა ამაზეც ნუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ცალკე თემა არის და იქ თითოეულ დღეზე ალბათ რაღაცა თითო გადაცემა შეიძლება ადამიანმა მიუძღვნას, იმდენად ფართო და ვრცელი თემაა და ღრმა არის. ეხლა თუ კი ვიტყვით, რომ დასასრული ბზობის დღესასწაულია, გამოდის, რომ ამ დასასრულში მიწურულს მახსენებს მე ეკლესია მარიამ მეგვიპტელს და ამ მოღვაწეობას, რომ
რაღაცას ამამ მიყვება და რაღაცას მეუბნება ამით, რომ ესე იგი დასაწყისში კი არ მითხრა, აი ბოლოში მითხრა, რომ აი ესეთი წმინდანი არსებობდა და შემახსენა უბრალოდ თუ კი ვიცოდი, შემახსენა მისი მოღვაწეობის შესახებ. მაგრამ აი ბოლოში რომ ახსენებს მოვასწრებ კი მე ეგრე შედგომას რომ მივეახო. აი საქმეც ამაში გახლავთ, რომ როდესაც ადამიანი რაღაც ახალ საქმეს შეუდგება, აი საკუთარი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცას დავიწყებ, თქვა ენის სწავლას. ისეთი ენთუზიაზმი მაქვს, შეიძლება თავიდან ღამეც არ ვიძინებდე, მაგრამ როგორც კი რაღაცა დრო გაივლის ეს ენერგიები ცოტა მინელდება, ცეცხლი რომელიც შენში ენთო რაღაცნაირად განელდა, მე უკვე გეზარება და ღამისთევა კი არა, 1 საათი რომ დაждდე და იმეცადინო ისიც გეზარება. ამიტომაც მარხვას, რომელსაც შეუდგა ადამიანი და ქონდა ესეთი მისწრაფება, რომ აი ახლა თქვათ გასტრონომიულად ასე ვიმარხულებ, ლოცვით კანონებს ასეთ შევასრულებ, თქვათ იქ ძილს ასე დავიკლებ და ამას ესე ვიზამდა, რაღაცა გავიდა 40-დან 20 დღე და შენელდა შენში თითქოს რაღაცა ისეთი სიმხურვალე აღარ გააჩნია ამ ცეცხლს, როგორიც თავიდან ქონდა. ამიტომაც კვლავ ამ ცეცხლის მოსაკიდებლად შეიძლება ასე ითქვას, რომ ადამიანი იწოდეს როგორც სამთელი და ანათებდეს, ესე იგი, სხვას უნათებდეს გზას, სწორედ ამისთვის გახლავთ მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების შეხსენება და კიდევ ერთი რამ, რაც თქვენ წეგან ახსენეთ, უკვე რომ მიუხედავად იმისა, რომ მარხვა დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენი ეკლესია ადამიანებს შეახსენებს, რომ გვიანი არასდროს არ არის. და სახარების შეხსენებად შეგვიძლია ჩვენ იმ კონკრეტულად იმ იგავისა, როდესაც მაცხოვარი ყვება მე-11 მუშაკების შესახებ, რომ თქვათ აი დაიქირავა ადამიანები დილის 6 საათზე, მერე 9 საათზე, მერე 12-ზე, მერე 3-ზე და საღამოს 6-ზე და მერე ყველას ერთნაირად გადაუხადა და ისინი რო გაბრაზდნენ ჩვენ მთელი დღეში რომ მოვდით, ამათა 2 საათიც არ უმუშავია და იმათაც თითო დინარი, ჩვენს თითო დინარი. და მაცხოვარი ამბობს, რომ ჩემია ეს და ვისაც როგორ მინდა ისე მივცემ და ამიტომ გვიანი არასდროს არ არის. მიუხედავად იმისა, რომ იმათმა დღის სიცხე იტვირთეს, ანუ მარიამ მეგვიპტელმა ასე რომ იღვაწავ, თქვა, შენ შეიძლება ასეთ ღვაწლს ვეღარ ასწრებდე ახლა ამ მარხვაში, მაგრამ რასაც ასწრებ, ღმერთი ჯილდოს გარეშე მაინც არ დაგტოვებს და სწორედ ამისი შეხსენება არის, რომ არ დაგიწყია, კეთილინებე და ახლა დაიწყე. არაფერი არ გაგიკეთები, აქამდე კეთილინებე და მოდი ახლა გადადგე ეს ნაბიჯი. და თუ დაწყებული გაქვს და განელდა შენში რაღაცნაირად ეს შემართება, რომ ახლა ისე ვიმარხულებ, ამბობდი პირველ დღეებში და მე-20 დღეს ისე ვეღარ მარხულობ, კვლავ რომ განახლდეს შენში ეს სული, რომლითაც შენ ასე შეუდგები ამ მარხვას. ამიტომაც არის მარხვის მიწურულს ფაქტიურად დაწესებული. მაგრამ ეხლა თქვენი ნებართვით მისი ცხოვრება უნდა გავიხსენო, რომ რატომ ეკლესია კონკრეტულად მარიამ მეგვიპტელს და აი მაინდა-მაინც მას რატო გამოყოფს კი? მაგალითად ანტონი დიდს რატომ არა, რა ნაკლები მოღვაწე იყო, უდაბნოში უფრო ნაკლები იცხოვრა, უფრო პატარა არ წავიდა, არ მიატოვა ყველაფერი ამ ქვეყნიური, მაკარი მეგვიპტელზე რატო არ არის თქვა საუბარი და იცით რამდენი მარკოზ მარხველი უამრავს დავასახელებ ახლა, რომელთაც ისეთი ღვაწლი აქვს გაწეული, განა ის რომ თქვა ადამიანმა შეიძლება სცადოს მსგავსი ღვაწლის დღევანდელ დღეს. წაკითხვითაც კი რომ რაღაცნაირად ეს შორს შეიძლება გასწიოს წიგნი რომ ვაიმე ეს რანაირად როგორ ადამიანურ ძალებს შეიძლება აღემატებოდეს ყველანაირად რაც მათ აქვთ გაკეთებული. მაგრამ აი რატომ კონკრეტულად მარიამ მეგვიპტელი. აი სულ ეს შეკითხვა და ძალიან კარგი რომ ახლა გავცნობ. მოდი დავიწყოთ მისი ცხოვრების მოყოლა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრმა იცის, კვლავ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. რომ 12 წლისა არის ადამიანი, როდესაც ისტოვებს საკუთარ სახლს და იწყებს ქუჩაში ცხოვრებას. პირდაპირ გაგებით ქუჩაში ცხოვრებას, ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გაერთოს და ამ გართობაში აქეთ კი არ იღებს ფულს, რომ თქვა რაღაცა ხო არიან რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს ქუჩაში ეცხოვრათ და ამითი ფული გაეკეთებინათ, საკუთარი სხეული გაეყიდათ, მაგალითად მარიამთან ასეთი შემთხვევა ჩვენ არსად არ აქვს, იმიტომ რომ ეს თავის ცხოვრებას თვითონ უყვება ბერძოსიმეს და ბერძოსიმე ამას რომ მისი გარდაცვალების შემდგომ გაამჟღავნებს. ეს მისი აღსარებაა ფაქტიურად. და ის ამბობს რომ ის რომას კი არ თაკილობდა. რაღაცებს ქსოვდა, რაღაცებს ყიდდა, რომ ფული ქონოდა, საჭილის ფული ქონოდა, მაგრამ საღამოთი, როგორც კი მოსაღამოვდებოდა, მისი ცხოვრების წესი იყო ესეთი, რომ უნდა დაელია
და რა ვიცი ვისთანაც შეხვდებოდა და რამდენიც შეხვდებოდა არაფერზე არ ამბობდა უარს თქვა იქ მრუშობაში იყო ჩაფლული ანუ ისე იყო ეს ადამიანი ჩაფლული ამ ცოდვაში შეიძლება ესე ითქვას რომ ეს კი არ იყო რომ მოდი ფულის გულისთვის ანუ ნელთბილი მდგომარეობა არ არის აი პირდაპირ ესე არის გადაშვებული თავი და ამბობს რომ როგორც ცხოვრობ ეს არის მისაღები, იმიტომ რომ რა შეიძლება იყოს ამ სიამოვნებაზე უფრო დიდი სიამოვნება. მე მომწონს ეს და ამიტომაც რომ დაუსვა ეს კითხვა რომ აი რატომ მრუშობ და ვიღაცამ ხო შეიძლება გითხრას, იცით რა, აი ფინანსური პრობლემები მქონდა და იძულებული გავხდი რაღაცა აი სახლკარი არ მქონდა რაღაც არაფერი მსგავსი, უბრალოდ მოსწონს. ის ეს გადაწყვეტილება მოსწონს არჩევანია და აკეთებს ამას. აბა როგორი ის არის, აი კითხვას უსვავად და მომწონს უბრალოდ და აი რა უნდა უთხრა ამ დროს, რომ აი კი მოგწონს, მაგრამ არ შეიძლება, რომ შენ ვინ გეკითხება, მომწონს და ეს არის მისი პასუხი. 17 წელიწადი იცხოვრა ამ ადამიანმა ასეთი ცხოვრებით. ეხლა თუ შევკრებთ ჩვენ ამას 12 და 17 29 წლისა გამოდის. მიდის იერუსალიმში ერთადერთი მიზნით იმიტომ კი არა რომ თქვა გაიგო რომ იქ რაღაცა სიწმინდის მოსალოცად ხალხი მიდის. არა, უბრალოდ დაინახა რომ ბევრი ხალხი ერთ გემში ჯდება, ალექსანდრიაში დაიბადა თვითონ და იქ ხდება ეს ამბავი. ალექსანდრია ერთ-ერთი დიდი ქალაქია, დღესაც არსებული ჩრდილოეთ აფრიკაში. ეგვიპტის ერთ-ერთი დიდი ქალაქი გახლავთ და მიდის გემი იერუსალიმში სიწმინდეების მოსალოცად, დაინახა ბევრი ხალხი და გადაწყვიტა რომ აქაც გაერთოს, იმიტომ რომ გემზე შეიძლება იყოს კარგი გართობა, რაღაცა იქ სადაც ჩავა, იქაც რაღაცა უცხო, იმიტომ რომ აქ უკვე ალბათ მთელი ქალაქი გაცნობილი ყავს არაწესიერი გზით და ეხლა უცხო საზოგადოებასაც ნახავს და ამიტომაც ავა ამ გემში მიყვება ამ ხალხის ტალღას იქ და აღმოჩენს ერთ რამეს რომ ჯვრის თაყვანისაცემად მიდიან, ცხოველწყობილი ჯვარი არის გამობრძანებული. ეს ამბავი ხდება მე-5 საუკუნეში, ამისი თქმა დაგვავიწყდა. ცხოველწყობილი ჯვარი არის გამობრძანებული ტაძარში და ამ ჯვრის თაყვანისცემაზე მოდიან ეს ადამიანები. და ვერ ახერხებს ტაძარში შესვლას. აი რაღაცა ძალა მას უკუაგდებს. ერთი მცდელობა, მეორე მცდელობა. მე მიხვდა რომ თავიდან იფიქრა რომ ალბათ ხალხის ტალღა, რომელიც თქვა ძალიან ბევრი მსურველია შესვლისა და გამოსვლისა, რაღაცა ეს ხალხის ტალღა უკუაგდებდა მას. მე მიხვდა რომ ხალხის ტალღა არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ვიღაცები შედიან მის თვალწინ, შედიან და თვითონ ვერ შედის. და მიხვდა რომ რაღაც ისი არ არის. რომ ის იქ იმიტომ კი არ შედიოდა რომ ჯვრისთვის თაყვანი ეცა, იმიტომ შედიოდა რომ უბრალოდ აი ინტერესი ქონდა, ნუ ინტერესიანი ადამიანი იყო ეთყობა როგორც ჩანს და ამიტომაც მიმოიხედავს და დაინახავს ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მას უყურებს და თითქოს ცოტა გაბრაზებული სახით. და მიხვდება რაშიც არის საქმე და აი იქვე ფაქტიურად დადებს აღთქმას. რომ ის ძველ ცხოვრებას დაამთავრებს და ყველანაირ გზას გადაჭრის ძველ ცხოვრებასთან. აი ყველანაირი ძაფებს თუ რაიმე აკავშირებს ძველ ცხოვრებასთან, ჩავარდება ძალიან დიდ სინანულში, მიხვდება რომ ეს სიამოვნება, რომელიც გონია რომ ეს არის მთელი ცხოვრება და ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს, აღმოაჩენს რომ შეიძლება არსებობდეს რაღაცა სხვა რომლითაც ადამიანი საზრდოობდეს სულიერად და ეს ხორციელ სიამოვნებაზე აღმატებული იყოს და მიხვდება ამას ამ შინაგანი განცდით, სწორედ განიცდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე აღთქმას დადებს და მოხდება საოცარი რამ. ის წავა და ეზიარება. ეხა ეს კითხვაც აი ცით როგორ ისმის, აი მე თვითონ როგორც მოძღვარი რომელიც ახსარებებს ვიბარებ, ძალიან გამიჭირდება მსგავსი ადამიანი რომ მოვიდეს და მოყვეს ეხა თავის ისტორიას, მე მაშინ ვეუთხრა მობრძანდით, აი ზიარება თქვენთვის. აი მე ვაღიარებ ამას, რომ მე ძალიან გამიჭირდება ესეთი რამ ვუთხრა ადამიანს პირდაპირ პირველივე ახსარებაზე რომ მივიყვანო და ვაზიარო, იმიტომ რომ ალბათ დავიწყებ იქ შეგონებას, როგორ უნდა გამოვსწორდეთ, როგორ უნდა ჩავდგეთ ფორმაში, როგორ უნდა მოვემზადოთ ზიარებისთვის, მაგრამ ეს ხომ ღმერთმა იცის და ამიტომაც მოძღვარი ვერ იქნებოდა ამის მიმღებელი, ამის დამტევი, ამ ისტორიის მომსმენი მოძღვარი ალბათ ვერ დაიტევდა ამ ყოველივეს, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ყოველდღიურად მსგავსი გართობით ერთობა, ნუ ეხლა ძნელია დასაჯერებლად რომ ეხლა მე რომ ვაზიარო იგივე ცხოვრებას არ დაუბრუნდება და მისთვის უფრო დიდი სასჯელი არ იქნება ეს ზიარება. განა ის რომ ზიარებას ვინმეს ვუჭერ. უბრალოდ მეშინია რომ არ განაბნინოს. იქნებ არ არის მზად ამისთვის და თან იცით აი ჩვეულებრივ მოგვწევ ადამიანებს გვაქვს ესეთი განცდა რომ აი როგორ შეიძლება რაღაცა ერთმა წამმა თუ წუთმა შეცვალოს მთელი ცხოვრება და აი ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო რომ იმას აღარ
აღარ დაუბრუნდა. აი, სულ მაქვს ხოლმე შეკითხვა, რომ აი ადამიანი, რომელიც ადამიანური განცდა აქვს, ესეც სოდვაში იყო მთელი ცხოვრება, როგორ შეიძლება რომ იმას ისევ აღარ დაუბრუნდეს? ნუ ადამიანური ფაქტორია ალბათ ეს, რომ შეკითხვები გვაქვს. ამიტომაც ეს შეკითხვა როცა გვაქვს, აი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებას იმიტომაც ვიხსენებთ, რომ ეს კონდეს თვალნათელი მაგალითი, როგორი ცვლილება შეიძლება მოხდეს ადამიანის სამყაროში და ეს რომ ის მიდის და ეზიარება გახლავთ საოცარი რამ მის ცხოვრებაში სულ ორჯერ ეზიარა. ერთხელ, როდესაც ესეთ უკიდურეს ცოდვაში იყო და პირდაპირ მივიდა და ეზიარა და მეორედ ეზიარა, როდესაც ისეთ სიწმინდეს იყო მიღწეული, რომ ლოცვის დროს ჰაერში იწეოდა. ბერი ზოსიმე, რომელიც ესე იგი გადის უდაბნოში და შემთხვევით აღმოაჩენს ამ ადამიანს, ხედავს, რომ ლოცვის დროს ჰაერში იწევა. თუმცა კი ის მოტრიალდება და ზიარებას თხოვს აი ამ ბერძოსიმეს. ესეც ჩვენი საზოგადოებისთვის რისი შეხსენება არის, რომ როდის გჭირდება ზიარება. ორივე შემთხვევაში, რა სიმაღლეზეც არ უნდა, რა სიმდაბლეზე ან რა სიმაღლეზეც არ უნდა იმყოფებოდე, ზიარების გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ისაზრდოს, ქრისტეთი ისაზრდოს. თუმცა კი მას ჰქონდა ისეთი ეპიდემია, რომ 17 წელი რომ რუშობაში იცხოვრა, 3ჯერ 17 წელი ამის შემდგომ ადამიანი ცხოვრობს ისეთ ღვაწლში, უდაბნო წარმოიდგინეთ, არ არის მხოლოდ ის, რომ ქვიშა და უწყლობა, არამედ უდაბნო გახლავთ ადგილი, სადაც ხმის გამცემი არ გყავს. ადამიანები არ არიან იქ. თქვენ ახსენეთ, რომ ისეთი ისედო, რომ თქვათ იმაში რა ქვია, უდაბნოში იცხოვრა ამდენი ხანი. დიახ. დასაჯა მარიამ ეგვიპტელი ღმერთმა აი ამითი თუ პირიქით ცხონებისკენ მიმავალი გზაა ჩვენ, იმიტომ რომ აი ხო შეიძლებოდა რომ თქვათ მიხვდა მარიამი გაანალიზა თავის ცოდვა და ჩვეულებრივად ეცხოვრა ხალხში, თქვათ ელოცა, ჩვეულებრივი ადამიანებით ყოფილიყო და ამ ხელა მონანიება არ დაჭირვებოდა ამ ცოდვის, ანუ მაინც საშილს უკავშირდება მე ცოდვის მონანიება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნახეთ ეს ჯერ ერთი პირადად მარიამის გადაწყვეტილებაა, რომ უდაბნოში წავიდეს და იცხოვროს და არავითარ სასჯელზე აქ არ არის ლაპარაკი. უბრალოდ მან ყველანაირი გზა მოიჭრა, რომ რაღაცა საცთური აეცილებინა, იმიტომ რომ თუ ამ საცთურში კვლავ შევიდოდა, ეთყობა არ ქონდა მას საკუთარი თავის იმედი, რომ კვლავ არ დალევდა და კვლავ არ იმრუშებდა, იმიტომ რომ მას ორი დიდი ნება ებრძოდა, სიმთვრალისა და მრუშობისა. და ამიტომაც ეს ბრძოლა ისეთი იყო, მიუხედავად იმისა, წეღარასაც აღწერდი, რომ ხორციელად ფაქტიურად შეუძლებელია, რომ აი კადრებს აჩვენებენ სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომისა რაღაცა ბანაკებში რომ ადამიანები ყავდათ, აი ამ შიმშილისგან ფაქტიურად მარტო ძვლები რომ არიან დარჩენილი, დაახლოებით ესე შეიძლება წარმოიდგინო, რომ იქ ეხა რა მრუშობაზე და რა ლოთობაზე, მაგრამ გონებაში ეს ბრძოლა მაინც არ წყდება. პირველი 17 წლის განმავლობაში ისეთი ნება შემოდიოდა მასში, როგორც თვითონ ყვება ამ ამბავს, რომ გონებას კარგავდა ამ მოთხოვნილებისგან. გონება დაკარგული ძირს ეცემოდა და იღვიძებდა ხანდახან მეორე დილით ახელდა თვალს და კვლავ იწყებოდა ახალი ბრძოლა. პირველი ამ 17 წლის შემდგომ ამასაც რომ მოერია. აი ამის მერე იწყებს უკვე ისეთ ამაღლებულ ლოცვას, რომ ხედავს ზოსიმე როგორი წევა ის ჰაერში. ამიტომაც მარიამის მდგომარეობა გახლავთ ესეთი რამ. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ან ცივი უნდა იყოს და ან ცხელი. აი ამ უკიდურესობების ადამიანია მარიამი. ეს არ არის რაღაცა ნელთბილი მდგომარეობა, არასდროს არ აქვს. თუ მრუშობს ბოლომდე. თუ სიწმინდეში ცხოვრობს ბოლომდე და მოკვეთილი აქვს, მოჭრილი აქვს ყველანაირი გზა უკან დასაბრუნებელი. არანაირად არ იტოვებს ამას. რისი შეხსენებაა ეს? პირველი რაც გითხარით ზიარებაზე, რომ არ შეიძლება ადამიანი ზიარების გარეშე ცხოვრობდეს. ამბობდეს ახლა რომ მე ისეთი ცოდვილი ვარ, ჩემი ზიარება არ შეიძლება, მაშინ მარიამ ეგვიპტელი როგორ ეზიარა? ან ამბობდეს იმას, რომ მე ახლა აღარ ვწოდავ ფაქტიურად ისეთ სიმაღლეს მივაღწიე. მართლა შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, რომ აღარ წოდავდეს ესე გარეგნულად არანაირი ცოდვით, ამიტომ ზიარება არ მჭირდება, მაშინ მარიამ სატოს ჭირდებოდა, როდესაც მართლა უცოდველ მდგომარეობაში იყო მიღწეული ქონდა აი ამ უცოდველ მდგომარეობას. შეიძლება ის ანგელოზებრივ მდგომარეობას ფაქტიურად შეიძლება ასე ითქვას. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაში ზიარების გარეშე არ შეიძლება ადამიანი იმყოფებოდე. ან ცივი უნდა იყო და ან ცხელი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ნელთბილი მდგომარეობიდან გადასვლა ან ერთში ან მეორეში. ეს სიმართლე გითხრათ აღახასიათებს საზოგადოებას. და რატომ იცით, რომ ნელთბილი მდგომარეობა გახლავთ ყველაზე მეტად თვითკმაყოფილების მდგომარეობა. რით აი მიღწეულით დაკმაყოფილება გახლავთ ეს, იმიტომ რომ აი შედარებისთვის ამბობ, რომ ახლა მე ხო ისე არ ვცხოვრობ, როგორც ეს ვიღაცა
რაღაც მრუში. აი მე ხომ არ უმრუშობ და ადრი თავს აი ამ მრუშს. და ამბობ რომ მე რადგანაც არ უმრუშობ, ცოტა უკეთესი გონია მასზე თავი და შესაბამისად ამით კმაყოფილი ხარ რომ ახლა არ უმრუშობ, ესე იგი კარგი ვარ. ესე იგი საკმარისია, მეტი აღარაფერი აღარ მჭირდება. აი ეს გახლავთ ის მდგომარეობა ნელთბილი, როდესაც ბიბლიაში წერია, რომ ან ცივი ყავი და ან ცხელი, თორე ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ალეგორიული შედარება მართლაც ასეა, ნელთბილი წყალი რო დაალევიო ადამიანს გულისრევა ეწყება. ან ცივი უნდა დაალევინო და ან ცხელი. რეალობა ხო ასეთია და აი აქედან გამომდინარე მარიამის მდგომარეობა ის ან ცივია ან ცხელია. ცივი იყო მაშინ, როდესაც წოდავდა და ბოლომდე იყო ამაში, ბოლომდე ასე იხარჯებოდა და ბოლომდე ასე იხარჯება სიწმინდეში. ეხლა კიდევ ერთი რამ. რატომ მარიამ მეგვიპტელი ბევრი მიზეზი დავასახელეთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ეხლა უნდა ვთქვათ თანამედროვე საზოგადოება როგორ უნდა სარგებლობდეს მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებით. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვიტყვით ეხლა რომ აი ესეთი უდაბნოში წასვლისკენ მოუწოდებთ ვინმეს, არ ვიქნებით სწორდი. აი ზუსტად. როგორ შეიძლება ახლა ჩვენ უთხრათ ადამიანებს, რომ წადით ან სადღა უნდა იპოვო დღეს ასეთი უდაბნო, ნუ კი შეიძლება იპოვო. შესაძლოა ვიღაცა მიგითოს რომ აი ესეთი მხურვალი შეიძლება ვერ გახდა როგორც მარიამი გახდა. მხურვალე უნდა გახდე ნამდვილად, ამისკენ მოგიწოდებს ეკლესია, მაგრამ სად უნდა იპოვო უდაბნო? აი ამ კითხვას ვსვავ ეხლა მე და ამ რიტორიკულია ბუნებრივია და აქვე ვიძლევი პასუხს, რომ ეს უდაბნო უნდა იპოვო მარიამ მეგვიპტელის მსგავსად. აი ესე უნდა გადალახო ეს იორდანე, სულიერი იორდანი ამ შემთხვევაში და გახვიდე იმ უდაბნოში, სადაც არ არიან ადამიანები. და რომელი ადამიანები არ არიან? რომლებსაც შენი ამ საცდურში შეყვანა კვლავ შეუძლიათ. მაგალითად, თუ იცი რომ ამ მარხვაში განსაკუთრებულად გებრძვის რაღაცა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება გაქვს და ვნება, აი ესეთი ადამიანები უნდა აიგრძალო. არ უნდა ასეთ გარემოში არ უნდა წახვიდე, სადაც ისი რომ ის შენი სამეგობრო სადღაცას შეკრებილია და გეძახიან შენც მოდი, არ უნდა მიხვიდე. უდაბნო უნდა მოაწყო, რომ ეს ადამიანები შენს ირგვლივ აღარ ტრიალებდნენ თუნდაც ამ დღეებში, როდესაც იცი რომ განსაკუთრებული მარხვაა. როდესაც იცი რომ ვერ გათავისუფლებულ ხარ განკითხვის უნებისგან და ეს უნება შენში ისე არის გამჯდარი, ესე იგი სისხლით ხორცამდეა შეიძლება ესე ითქვას, უნდა მოაწყო ესეთი უდაბნო, რომ არ უყურო თუნდაც სატელევიზიო ისეთ გადაცემებს თუ პოლიტიკურ თოქ-შოუებს და სოციალურ ქსელებში არადევნო თვალი მსგავს რაღაცა გამოსვლებს, რომელიც განკითხვაში გაგდებს და განკითხვას ვინჩივა გმობაში გაგდებს, საერთოდ ადამიანების გინებას იწყებ და ამბობ, რომ ეს ესეთია და ის ისეთია და შეფასებებს აკეთებ ადამიანებისას. უნდა მოიწყო ეს უდაბნო, რომ გამორთო ეს ყველაფერი, რომ არ გქონდეს ამის საშუალება, რომ ვიღაცებს მიადგე ახლა და ლანძღო და აგინო. ეს ყველაზე დიდი გამოწვევა თან. რა თქმა უნდა, როდესაც იცი რომ სადღაცას ხმაურში ვერ მოახერხებ პირადი ლოცვისთვის მოიცალო აი ამ ხმაურს რომ აერიდები ადამიანი და თუნდაც ღამით წამოდგები აი ცოტა ძილს მოიკლებ და ისეთ დროს წამოდგები რომ სხვებს ძინავს რომ ბავშვების ხმაურმა არ გაგიფანტოს ყურადღება ეს გახლავთ სწორედ ის უდაბნო რომელიც მარიამ მეგვიპტელმა მართლა რეალურ უდაბნოში წავიდა და შენ აქ აი ამ სულიერ უდაბნოს მოიწყობ საკუთარ სახლში მიუხედავად იმისა მრავალშვილიანი ხარ თუ მრავალსულიანი ოჯახია და ყველას თავისი მოთხოვნა აქვს როგორც კი თვალს გაახელენ რაღაცა იწყება ხმაური ვიღაცამ რაღაცა ჩართო ვიღაცამ პირიქით სამზარეულოს მაგი და ვიღაცამ ისა რაღაც მანქანა იქეთ ვიღაცამ სარეცხის და ვიღაცამ სატელევიზიო გადაცემა. ამიტომაც ადეგ ისეთ დროს, როდესაც ყველას ძინავს, თუ გინდა მსგავსი უდაბნოს მოწყობა. ამიტომაც თანამედროვე სამყაროშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება მივბაძოთ მარიამ მეგვიპტელს პირდაპირ გაგებით. ესეთი სულიერი ცეცხლით ავინთოთ და ვთქვათ რომ უნდა მოვჭრა ეხლა მე ყველანაირი გზა იმ წარსულთან, იმიტომ რომ გუშინ ვიჯექი და განვიკითხავდი, მოდი ეხლა გავთიშავ ამას ყველაფერს. აღმოვჩნდები იმ გარემოში, იმ ადამიანებში, სადაც განკითხვა არ მიმდინარეობს. ანუ ცოდვისგან განთავისუფლება პირველ რიგში შინაგანი სურვილით და გონებით იწყება, ხო? სხვაგვარად შეუძლებელია. ღმერთთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. შენ თუ არ დგამ ამ ნაბიჯს, მაშინ იცით რა გამოდის, რომ ღმერთი ძალადობს შენზე. შენ კი არ გინდოდა რომ გათავისუფლებულიყავენ ცოდვისგან და მან იძალადა და გამოგიყვანა, ესე იგი ძალით მოკიდა ხელი და ესე იგი ამ ოთახში ყოფნა არ გინდოდა და შეგიყვანა სხვა ოთახში.
მაგრამ თანამონაწილეობა გახლავთ სწორედ ის ჩემი შემართება, რომ ვიცი რომ რაღაცა ნება მაქვს და რომ ვიცი რომ არ შემიძლია ალკოჰოლის გარეშე, მოსაწევის გარეშე, ნარკოტიკული საშუალებების გარეშე, როდესაც ვამბობ რომ ღმერთო დამეხმარე რომ ამას თავი დავანებო და ვიწყებ უდაბნოსკენ მსვლელობას. ეს უდაბნოსკენ მსვლელობა არის ის რომ ადამიანები ვინც მეგულებიან რომ ამ საკითხში შეიძლება ჩემთვის საცდურად იქცნენ, ამ ადამიანებისგან ცოტა შორს ვიჭერ თავს. როგორც ფსალმუნში, ესე იწყება პირველი ფსალმუნი, ნახეთ, ნეტარ არის კაცი, რომელიც არ ამივიდა ზრახვასა უხთოთასა, არა დაჯდა საჯდომელსა საუჯულოთასა, არა დადგა. სამი მდგომარეობა აქვს სულ კაცს. ან ზის, ან დგას, ან დადის. ჯდომა და წოლაში ამ შემთხვევაში ის უძრაობა იგულისხმება და შეიძლება ერთი და იგივე იყოს, იმიტომ რომ მაშინ ინახით დაჯდომაც ერქვა ამას და დაწოლას. და უკაცრავად ამებაინა, არ არის არც ერთ მდგომარეობაში, არც დგას, არც წევს და არც დადის, სად? ავყიათა საკრებულოში, ასე წერია. ხო და სწორედ ამ ავყიათა საკრებულოს გარიდება გახლავთ სულიერი უდაბნოს მოწყობა. მამა კახაბერა ეხა გისმენთ და ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს ესეთი განცდა. პრინციპში ყველა შეიძლება გაგუჩნდეს მოკვდავ ადამიანებს. შეგრძნება რომ აი მე-11 ჟამის მუშაკზეც საუბრობდით თქვენ ამ ყველაფერსიც ახლა საუბრობთ როგორ გავთავისუფლდეთ ცოდვისგან და აი ვიღაც რომელიც სიტყვაზე აი ბავშვობიდან დადის ეზიარება ცდილობს რომ თავი შეიზღუდოს და ვიღაც ვინც აი ბოლო წუთას შეიძლება მიხვდეს და სინანულში ჩავარდეს შესაძლოა გარედან დამკვირვებელ ადამიანს გაუჩნდეს უსამართლობის განცდა რომ რატო შეიძლება დაგვაყენოს ღმერთმა ერთ სიმაღლეზე მე მთელი ცხოვრება ამისთვის ვიღწვი ყველაფერს ვიკლებ აი ესე ვცდილობ ესეთ სიმაღლეს ვაღწევ და ვიღაცა ვინც აი ესეთ ამხელა ცოდვაში იყო ვიღაცას კლავდა, მრუშობდა, ლოთობდა, რა ვიცი, აი რამდენი ცოდვა არსებობს. ძალიან საინტერესო კითხვა მინდა გითხრათ. აი ისიც ჩემს სიმაღლეზე რატო იყოს და ამან ხო არ შეიძლება ის ადამიანი ვინც ღმერთის გზაზე დადიოდა მთელი ცხოვრება სხვანაირ ცოდვაში ჩააგდოს. აი როგორ ვებრძოლოთ ამას? იცით რა, ამიტომ პირველ რიგში ამ პარტავნება უნდა მოიშოროს ადამიანმა, ამას უნდა ებრძოლოს და უნდა გაახსენდეს, ანუ საკუთარი თავის შედარება იმასთან კი არ უნდა დაიწყოს, რომ მე მთელი ცხოვრება წმინდად ცხოვრობდი და მას არ უცხოვრია წმინდად და ეხა ჩვენ ერთ სიმაღლეზე დავდივართ. იცი ვის უნდა შეადაროს თავის თავი? ისეთ წმინდანს, რომლის მსგავსათაც მას არ უცხოვრია. აი მაგალითისთვის შეიძლება თქვას რომ მე მთელი ცხოვრება ეკლესიაში დავდიოდი, აი ესე ვიღწვოდი და თქვათ ეხლა მეც უნდა ვცხონდე და მოდი ახლა ასე შეადარე. ანტონი დიდიც შეიძლება ცხონებულიყო და მეც შეიძლება ვცხონდე, რომელიც მთელი ცხოვრება ეკლესიაში დავდიოდი? აი ესეთი შეკითხვა დასვი. წმინდა გიორგიც შეიძლება რა ტანჯვა წამებაც მან ქრისტესთვის დაითმინა, რომ ისიც ესე იგი სასუფეველში იყოს და მეც ვიყო მის გვერდით. რომელსაც მსგავსი ტკივილი არ განმიცდია საერთოდ. აი ესეთი შედარება უნდა იყოს გაკეთებული და არა ისეთი, რომ ჩემზე უარეს შევედარო, რომელიც თურმე ჩემზე ცუდად ცხოვრობდა ეკლესიაში არ დადიოდა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, ეხლა უცბად დიდი სინანულის გამო ღმერთმა შეიძლება აცხონოს, გიხაროდეს უნდა. ეს უძღებიშვილის იგავი, ჩვენ ხშირად უძღებშვილზე ვლაპარაკობ და გვავიწყდება უფროსი ძმის ამბავი. იქ უფროსი ძმა ძალიან დიდ როლს თამაშობს აი ამ იგავში, ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შენ გემსახურებოდი, მთელი ცხოვრება ესე იგი შენს ნებას აღვასრულებდი და ერთი თიკანი არ მოგიცია ჩემთვის და ამან გაფლანგა მთელი ესე იგი შენი შემოსავალი და მოვიდა და ზვარაკი ჭამებული დაუკარი. ამბობს ამას ძმას, რომელსაც უნდა ბედნიერებისგან უნდა ხტოდეს ადამიანი, რომ დაინახა დაღუპული კაცის გადარჩენა. საკუთარი ძმისთან. ეს გახლავთ ეგოიზმი, რომლისგანაც თუ არ გათავისუფლდა ადამიანი, ქრისტიანი მას ვერ დაერქმევა. ვერაფრით ვერ დაერქმევა. ამიტომაც, როგორც კი შედარებას დაიწყებს, რომ იმან ასეთ გაფლანგა, აი ესეთ ცუდი ცხოვრებით იცხოვრა და ეხლა მე და ის როგორ უნდა დავდგეთ ერთ სიმაღლეზე, მოდი შედარება მაშინ ესე გააკეთე. შენ რომელსაც არ გაგიფლანგავს მართალია, მაგრამ არც ისეთი ტკივილი არ დაგითმენია, როგორც წმინდა გიორგიმ. როგორ შეიძლება შენ და ის ერთად იყოთ სასუფეველში? როგორ შეიძლება მარიამ ეგვიპტელი და შენ ერთად იყოთ, რომელმაც 3-7 წელი მერე ასეთ სინანულში გაატარა, არც საჭმელი ქონდა, არც სასმელი და ადამიანი არ ყავდა. ხმა რომ გაეცა უბრალოდ, რომ დალაპარაკებოდა, ისიც არ ყავდა. და შენ აგერ ახლა მშვენივრად კომფორტულ სიტუაციაში ხარ და მიუხედავად ამისა მაყვედრი იმას, რომ თურმე ეკლესიაში დადიხარ და თან ყველაზე მთავარი რა არის, იცით რომ ისეთ მოსათხოვნელს ითხოვ, რაც შენ საერთოდ არ გეხება. ცათა სასუფეველში ვინ მოხვდება, ეს შენი გადასაწყვეტი როდიდან არის?
როდიდან მიიღო ადამიანმა ამით რომ აი ეს მოხდება, ეს არ მოხდება და დაუწყო, ესე იგი ახლა გარჩევა. საღვთონებელობა არის ესა და როგორ შეგიძლია შენ თქვა რომ ახლა ღმერთს ახლა არ აცხონო ღმერთო და ის აცხონე, იმიტომ რომ ღირსია და შენი შეფასებით უნდა დაიწყოს ღმერთმა. არა, ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანების მაგალითზე მოხდება ადამიანების მხილება. ეს კი ნამდვილად ასე იქნება, იმიტომ რომ მღვდელი მღვდლის მაგალითზე ემხილება, მეფე მეფის მაგალითზე ემხილება, იქ თქვათ, ჩვეულებრივი ერის ადამიანის მაგალითად მოხდება მხილება, რომ მან ამ თანამდებობაზე ეს რომ შეძლო, შენ რატომ ვერ შეძელი, თქვათ, მეფე იყავი შენც და მეფე იყო ისიც. მხედარი იყო ისიც და თქვათ, წმინდა გიორგის და სხვაც, რომელმაც უარყო ქრისტე. ამან თუ შეძლო, შენ რატომ ვერ აი, ამის მაგალითად ნამდვილად მოხდება მხილება, მაგრამ ის რომ ახლა ჩვენ გავაკეთოთ სიები, ვინ შევა და ვინ არ შევა, ეს უკვე თავშივე დანაშაულია. და მამა კახაბერ ძალიან ცოტა დრო გვჩება და ძალიან მოკლედ რომ შევეხოთ ფსობის დღესასწაულსაც, რატომ მოდის ახლა? აი, აქეთკენ მივდიოდი და ესე იგი გადავერთეთ სხვა თემაზე. ნახეთ რას გულისხმობ, შეგვახსენა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება და ჩამოვთვალე რამდენიმე მიზეზი, პირველი ზიარებისა, მეორე მოღვაწებისა, მესამე უდაბნოში გასვლისა, რომ ეს აქამდე რაც არ გაგიკეთებია, მოდი ეხლა მაინც გააკეთე იმისთვის, რომ მარხვა მთავრდება და მიხვიდე ამ დღესასწაულამდე ესე იგი განწმენდილი, გასუფთავებული რაღაცა ეს წარსულთან ძაფებ გადაჭრილი რომ ალყიათა საკრებულოში არც მიდიხარ, არც დგახარ და არც ზიხარ, აი ესეთი გზამოჭრილი მოხვედი ბზობის, ანუ მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა, რომელიც ჩვენს გულებში მის შემოსვლას განასახიერებს სინამდვილეში, რომ ასეთი უნდა მიიღო შენეხლა ქრისტე, ასე უნდა ეზიარო ქრისტეს, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია იმ დღეების გაგება, რომელიც გველოდება. ეს არის უნების კვირა. ამიტომაც მარიამ მეგვიპტელის ეს მისი ცხოვრება, მისი ეს მოღვაწეობა შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ ასე უნდა მოვემზადოთ მაცხოვრის მისაღებად, რომ გავუძლოთ იმ ბოლო კვირას, გავუძლოთ ესე იგი არა მარტო იმით, რომ რაღაცა ფიზიკურად ძალიან დატვირთულია იმ უამრავი მეტანიით თუ ძალიან გრძელი და ვრცელი მსახურებით, არამედ გავუძლოთ ფსიქოლოგიურად თუნდაც, რომ ამ ყველაფრის მოსმენას, ამ ყველაფრის დატევას ჭირდება შენი ფსიქოლოგიური მომზადება და ასე შეეგებო საბოლოოდ უკვე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს გახლავთ მიზანი, ეს გახლავთ გარკვეული რაღაცა პედაგოგიკა შეიძლება ითქვას, რომელიც ეკლესიამ გასწია თითოეული ადამიანისთვის, რომ ასწავლოს, როგორ შეხვდეს, დაასრულოს 40-დღიანი მარხვა და შეეგებოს ვნების შვიდეულიდან გამომდინარე უკვე ბრწყინვალე აღდგომას. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ, ვეცადეთ რომ გვესაუბრა ამ თემაზე ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე და დაგვეტია ცოტა შედარებით ალბათ უფრო იოლათაც რომ გასაგები იყოს საზოგადოებისთვის და ღმერთმა შეგვაძლებინოს ისე შევეგებოთ იმ მძიმე კვირას და შემდეგ უკვე აღდგომას, როგორც ამას გვიქადაგებდა ღმერთი და გვეუბნება ჩვენი ეკლესია. ამინ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.